მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ 5 უცნაურ სიკვდილზე. ნომერი 5. ალან პინკერტონი. ალან პინკერტონი მსოფლიოში ცნობილი დეტექტივია, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჰქონდა საკუთარი საგამოძიებო სააგენტო და იძიებდა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის საკითხებს. იგი წლების განმავლობაში დასდევდა ლინკოლნის სავარაუდო მკვლელს, ჯესი ჯეიმსს. თავად კი 1884 წლის 1 ივლისს საკუთარ ენაზე კბენით გარდაიცვალა. მეცნიერების ვარაუდით მისი ენა გარკვეული ინფექციით იყო ინფიცირებული, ხოლო შემთხვევის სიძველის გამო მკვლევარები ვერ ასახელებდნენ ინფექციის ტიპს. მისი სიკვდილის არაორდინალური შემთხვევა კი იმდენად ცნობილი გახდა ამერიკაში, რომ ამერიკელები ყოველი წლის 1 ივლისს აღნიშნავენ პინკერტონის დღეს, ადამიანის სიკვდილის დღეს, რომელიც საკუთარი ენის კბენით გარდაიცვალა. ნომერი 4. ჰანს სტეინინგერი. ავსტრიელი ჰანს სტეინინგერი ცნობილი იყო მთელს მსოფლიოში როგორც ყველაზე გრძელი წვერის პატრონი მამაკაცი. მისი წვერის სიგრძე 127 სანტიმეტრს შეადგენდა და იგი ყოველთვის იკრავდა წვერს, რათა სიარულისთვის ხელი არ შეეშალა. 1567 წელს ჰანსის სახლს ცეცხლი მოეკიდა. გაქცევის დროს მას წვერი გაშლილი ჰქონდა. სიჩქარეში ჰანსს წვერზე ფეხი დაებიჯა, კისერი მოტყდა და იქვე გარდაიცვალა. ნომერი 3. ადოლფ ფრედერიკი. 1971 წლის 12 თებერვალს შვედეთის ხელმწიფე ადოლფ ფრედერიკი სტოკჰოლმში გარდაიცვალა ჭამის დროს. მან იმდენი საკვები მიიღო, რომ ორგანიზმმა გადამუშავება ვერ შეძლო. მან შეჭამა ლობსტერი, ხიზი ლალა, კომბოსტო სალათი, დაშაშყული თევზი და დააყოლა შამპანური, ხოლო დამატებით მიიღო თავის საყვარელი დესერტი, ნამცხვარი, ნუში ხვეზელი და თასით ცხელი კრემი. ნომერი 2. კენეთ პინიანი. გარდაიცვალა ცხენთან სექსუალური კავშირის დროს. მას ბავშვობიდანვე იზიდავდა ცხოველები და აპირებდა ვეტერინარი გამოსულიყო. ერთხელ გადაწყვიტა ცხენთან ჰქონოდა ჰომოსექსუალური კავშირი და მის მეგობარს თხოვა გადაეღო ვიდეო. თუმცა ცდა კრახით დასრულდა. ნომერი 1 სახელი უცნობია. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა გაიგო, რომ მეუღლე ღალატობდა და გადაწყვიტა თავი მოეკლა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან გადახტა და სამსახურიდან სახლში მომავალ მეუღლეს პირდაპირ თავზე დაეცა. ქალბატონი გადარჩა და დღემდე ცოცხალია. მეუღლე კი გარდაიცვალა. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.